Როგორც თქვათ, რომ მთლიანობა გვინდა ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა. სალომე ზურაბიშვილმა თოქ-შოუ რეაქციაში კიდევ ერთხელ ისაუბრა და ადრე გაკეთებული შეფასებები გაანმარტა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია, თუმცა კვლავ მიიჩნევს, რომ მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ დაცლილი ცხინვალი დაბომბა. კითხვაზე რა გავლენას მოახდენს მისი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ დიპლომატია კარგად იცის. იმისთვის რომ გამოთქვა დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის. მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა რომ არც ერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის რომ ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსების მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი. იქ შეიძლება კიდევ სხვა რამე იყო გარიგებები. ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე. 7 აგვისტოს ცხინვალში შეჭრის და ცხინვალის დაბომბვის ფაქტები ეს საქართველოს მხარემ დაიწყო. ქართულ ქრონიკებში ზურაბიშვილი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებდა. სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. არა, როგორ არ დაბომბა ცხინვალი? როგორ არ დაბომბა ცხინვალი? სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი. ჩვენი მოსახლეობა. ჩვენი მოსახლეობა დაბომბა. ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ნაწილობრივ იყო დაცლილი, მაგრამ ეს მე ვთვლი ამას როგორც შეცდომად და არა როგორც საქართველოს პასუხისგებლობას ომში. ეს არის განსხვავებული.